ბოიკოტი ვის იმედად რჩება ამ შეკითხვაზე? სად არის ბოიკოტი? ან ბოიკოტშიც რა იგულისხმება? სად არის ეს ბოიკოტი? ბოიკოტი იგულისხმება არჩევნების ბოიკოტი. ამათ მაგაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ამის იქით ეს აქტიური ბოიკოტი რა არის ჯერ შინასი არჩევს. თუმცა აი ხაც მისვენეთ იგივე ელენე ხოშტარიანას თქვა რომ რაღაცები გეგმოდა ის, მაგრამ მე ვარ სკეპტიკურად განწყობილი. ძალიან სკეპტიკურად. მიუხედავად აქამდე რა უნახეთ, ხო, რაც მოუდა. ხო, ხაზგასმით კიდევ ერთხელ ხა პერონებაზე არ ვერჩი ამიტომ მე მგონი რომ ოცნება არის მყარად, ოცნებას არ განსხვავებით რა ხედვაც არ მოხდეს, წყობრი ხედვა, წყობრი სტრატეგია, თავისი მიზნების მისაღწევად, მიდის ისე 28 ნოემბერს ის განცხადებაც ამბობდი კიდევაც მანამდეც ვარავდე ესკალაცია, ოცნებას სჭირდება. ამიტომაც გაკეთდა. რატო ჭირდება? მოესუფთავებინა პირველ რიგში რა თქმა უნდა პოლიტიკური ველია. ანუ 28 ნოემბერს რაც ის საინტერესოა, ხო. აპრილი იყო, თუ აღარ მოსულს იყო. წინასაარჩევნო პერიოდი. კი ბატონო. მოგონი აპრილში. რაც საუბრა ნაბიჯნაბიჯ. ნაბიჯ, რატო? აი 28 ნოემბერი რაში აწყდა? ხო, დამთავრდა არჩევნები, გაყავდა, არ გაყავდა, როგორც იქნა, გამოვიდა ორი კაცი, ნუ all by due respect ქართულად როგორად ჩემი დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად, ხო, ანუ არჩევნების გაყალბების გაპროტესტება 26 ოქტომბერი, ტირე 28 ნოემბერი, მოხდება ძალიან ტარი და უცბად ბა გამოდის კობახიძე და წყვეთ ამას აი რატო? უყურე კანდიდატის ქვეყნის სტატუსი თუ შენ ვალდებულებების შესრულებას აპირებ დემოკრატიულ ეკონომიკურ გევალება, ასეთ პირობებში ვერანაირად ოპოზიციის, ასე ვთქვათ, ველის ოპოზიციის მოსუფთავება არ გამოგივა. ინსტრუმენტებიც არ გაქვს. ამისთვის შეიძლება საბაბი, ამისთვის შეიძლება მათ შორის შენი ამ ურჩევის ლეგიტიმაცია, რომ დავასრულო ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები როგორც ეძახიან ისინი, ხო? ამისათვის გინდა რა, ამისთვის საბაბი გინდა რომ დაეჯახო, ხო? ანუ ესკალაცია შენ გინდა, IPN-ზე მახსოვს ძალიან კარგად, უბრალოდ ეგ ვივარაუდე რომ ესკალაციას იმიტომ არ ველოდები, რომ ესკალაცია არის სამოქმედო არის ხელფეხის გახსნა. ხელფეხი გაიხსნა ამით. ამას მოყვა რეპრესიული კანონმდებლობა და რომელიც ეხაც გრძელდება და დათქმები იმ აქტორებზე, რომლებიც